სიცოცხლის დიდო საწყისო დედა ცხოვრების ბურჯო მაგარო ეს გული შენი გულით ხალისობს შენი თვალებით ხედავ სამყაროს ჩემ საკანს ფერად გილებიან შენ და მღეროდი ნანას მზეშინას რამდენი ღამე აგძინებია რომ ჩემთვის ძილი გესწავლები შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა ამ შევდებოდი წუთით საათით რომ სიარული გესწავლებინა შენს და დიოდი ჩემთან დაადით მე შენ მინდა შუქი მეფინა შესკენ მორბოდი ხილებ გაშლილი რომ ლაპარაკი გესწავლებინა შენ თიტინებდი ჩემთან ბალღებით დედა ვიყავი თითქოს ტოლები თითქოს ფიქრები გქონდა საერთო შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო მაცნობდი წარსულს დარდიანს შენს ხმაში გთო და სევდაფარული შენ შემაყვარე დედა ვნამდვილად ჩემი ქვეყანა ჩემი მამა ახლა შენ ახარ ჩემი კანდელი სიცოცხლის დიდი გასხივოსება შენ შემაყვარე დღევანდელი ხვალინდელ დღეზე თბილი ოცნება შენ დამილოცე ქვეყანა კაცობა თავზე ნამუსის გუდი დამხურე სულ შეგეკუთის თუ რა მადლობა და სიყვარული დავმსახურე სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულად ათხარ, სიკვდილის არ გეშინია, სიცოცხლით ლაღო, ვერ აგზნობ სიკვდილის მზერასა, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭედით, თვითონ კი იწვევს სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. განვითარებასა და უსაფრთხოების ჯაჭვურობის ჩამოყალიბებისათვის განაყოფი როლია. სიმღერის ტექსტი განსხვავებულია სიტყვის სიყვარულისა და კეთილის უბრალოდ ფილოსოფია. მათი ლექსები არცნობილია და ასწავლეთ მთავარია ეს პროცესი ვაკვანანის ცნობა დედა მუდამ ასწავლა. ძენკაცია გოგონა ადამიანის სიკლის სამთვლად ზუსტად გაიგო მოთხოვაში ამბობენ რა უდიდესი დამაჯერებელი მოგვითხრობს იავნანას ჩათოს მაგიას და მის სიყვარულს იდეასა და გამარჯვებას მართლა დედა ენაზე შეხვდით ხალხებს საოცარი ძალა და ენერგია გააჩნია ამ იდეის წარმოჩენას დღეს შეცდენირებაში შევეცდებით იავნანამ რა ვქნა ხემდე ჩება ჰუმანიზმის პატრიოტიზმისა და ქაჯულის სულის დავების მარგალიტად მას შავსე ნახეთია გოგებაშვილის იავნანამ რა ვქნა თბილისიდან აღმოსავლეთისკენ რომ წახვიდით ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგებით ერთ გრძელ სამთასა რომელსაც ჰქვია ცილა მთის კალთებზე გადაჭიმულია ვებერთელაველი კახეთის ველი დაბლა მხარეს მთებია ეს მთები კახის დაღესტნისაგან ყოფს დიახ სწორედ ამ ადგილას ველდროში ყვაოდა კარგად გასდილი სოფელი რომელსაც ვარშლოვანი ერქვა სოფლის განაპირას ტყის მახლობლად იდგა მშვენიერი ორსართულიანი სახლი რომელიც ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველაძეს იგი განთქმული იყო მთელს კახეთში სიმდიდრითა და ყურადობით მას ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი მაგდანი ზურაბსა და მაგდანს ერთადერთი შვილი ქეთო ჰყავდათ რომელიც იყო ბამბის ქულასავი თეთრი და მხიარულად მოტიკრიკე მაგდანი ყოველთვის უმღეროდა ქეთოს იავნანას Thank you.
ოჯახში ყოველთვის სითბო და სიხარული სუფარდა. იქ მუსიკა მხოლოდ გერა კი არა, ცხოვრების ნაწილი იყო. როცა საღამო ჩამოწევოდა და ოჯახი ერთმაგიდასთან მოიყრიდა თავს, სიმღერა თავისთავად იწყებოდა. ხან ნაზი, ხან მხიარული, ხან კი გულის სიღრმიდან ამოსული.
დიდი ხანია სავაჭრო დავიარებით და ისევ ღარიბები ვართ. ისევ ისეთი ძაღლული ცხოვრება გვაქვს, როგორიც გქონდა. გინდა გამიგო. როგორ? ვაშლოვანში თავადი ზურაბ ქართველაძე ცხოვრობს, რომელსაც ერთადერთი ქალიშვილი ქეთო ჰყავს. მე რა? ვერ მიხვდი? თუ ჩვენ მის ქალიშვილს მოვიკაცებთ, განარაბეს დაიშურებს, რომ თავისი ქალიშვილი დაიბრუნოს? ჰაი, რომ არ დაიშურებს. რომ დაგვიჭირო? თუ ჭკვიანად მოვიცავით, ვერ დაგვიჭერენ. ხო, მართალი ხარ. ის იყო ტექსტს ხოვენ. ხოდა გუჩავსობენ, ჩვენი გეგმას ისრაში მოუყარო. აბა წავედ. ოქროვეცლი. რამდენი საკოა? რა მუსიკია? ქეთო შემოსავალე. წავედით უხსახში ბიამში. აუ ცოტა ხანით ვიყავთ რა. რა კარგი ამინდია, სასიამოვნო ჰაერია. ისეთ ბილად და სიყვარულით ექცევდნენ ქეთოს, რომ 2-3 წელში ქეთოს გონებაში სულ წაიშალა მისი ღვიძლი მშობლების კვალი. ქეთო ნაიბისა და მისი ცოლით ხარობდა, მათი ცოცხლობდა. ლეკვრმა ენამ დღითი დღე შეასუსტა ქართლი და ბოლოსაც ჩააქრო კიდეც. ქეთო მხოლოდ ერთ დანაკლის განიცდიდა მაგდანის ნომღერ იანანას, მაგრამ ესეც დაივიწყა. ოღონდ ყველაზე გვიან, კახელი ქალი იქცა ლეკქალი. ქეთოს ღვიძლმა მშობლებმა დიდხანს აეწოდნენ რა უყვეს ქეთოს ლეკებმა, სად გადამალეს, ვის მიყიდეს. აზიებასა და გოდებაში გავიდა 10 წელიწადი. ერთმა ნაცნობმა ლეკმა მიუტანა ამბავი ზურაბს, რომ შენი ქეთო ნაიბისთვის მიუყიდიათ ლეკებს და ისე როგორც საკუთარშვილი, ისე ზრდიანო. ზურაბმა მაშინვე კაცი აფრინა ზურაბთან ნაიბთან შვილის დასაბრუნებლად.
თავისი შვილის უკან დაბრუნებას ითხოვ. თავიდან რომ ცოდნოდა, ბავშვი მოტაცებული იყო, აუცილებლად უკან დაუბრუნებდი, მაგრამ ახლა გვიანია. გოგონას ისე გზრდით, როგორც საკურთხეველ შვილს. ნუ გაგვიმეტებს ამ სიმწარისთვის. მით უფრო, რომ ეს ტკივილი თავადაც გამოცდილი აქვს და იცის რას ნიშნავს. ნაების გაზალება კაცმა ზურაბისა და ქეთოს ყავს ვერ მიადნო. ზურაბმა იცოდა რომ მდევარი დაედენებოდა. ამიტომ ის კახეთის ზემა სოფლებს გაუყვა და შინ შორი გზიდან მიიყვანა თავისი ქეთო. მაგრამ ვაი ამ მშვიდობას. ზურაბ, ასე მეჩვენება ქეთოს დაბრუნებით დიდი ცოდვა ჩავიდგა. რას ამბობ, მაგდა? წიწილასავით წაგვიჭეს ქეთო. არავის უფიქრია ჩვენზე. ნუ თვითონ დაიბადეთ რომ ანჯოში ამოხდეს სული. ქეთოს ხვალ ეძახის დედას. ვიღაც სამშობლოს ცნობს და ვიღაც ხდის მშობლოს. თუ ცოტა ხანში ვერ გაგვიხსენებს, ჩემი ხელით მივიღები ნაებს. ეგ არ მოხდება, მე ჩემს უძლებებში არ გავგზავნე. გახოცები, ჩემ შობლებთან წამიყვანეთ, მათთან მინდა. ნუ იპრიმა გეშო, ჩვენ ვარ ჩემი შობლები. აი, ასაცი და
ამ ბაღჩაში შეიგავდი, ამ ეზოში დადიოდი. არაფერი არ მახსოვს, მე ზეინები ვარ. გეხვეწები, ჩემს შობლებთან წამიყვანეს. ერთხელ მეც გავხარდე დღეს მათ ნახესა. ზურა, ვეღარ უყურებ ჩემი შვილის ტანჯვას. წაიყვანე და მიხვარე ნაიმსა და მის ცოლს. ეტყობა ღირსეული ადამიანები არიან, ასე რომ შეაყვარეს ჩვენ შვილს თავი. თუ წელიწადში ერთხელ მაინც არ გვაჩვენებთ ჩვენს კეთილს. წაიყვანე. სიყვარული ღვიძლი მამისა და დედოფილ მამობილისა ერთად შეერთა ქეთოსგურში. მას თავისიანად მიაჩნდა ქართველების დალეკებიც, საქართველოზე დახესტანიც და რადგანაც სიყვარული შობს სიყვარულსა, თითქოს ქართველები დალეკები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ სიყვარულს ხატს უჩვენებდა ქეთოს. და რადგანაც სიყვარული შობს სიყვარულსა, რაე ქართველებო ვეცხოვროთ ყველას ამ სიყვარულით. ეს ჩემი ბედნიერებაა. ეს ჩემი ბედნიერებაა. ეს ჩვენი